რა არის აფხაზეთი. აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ხოლო ავტონომიის სახით იქნება, რესპუბლიკის სახით იქნება, თუ რაღაც სხვა წარმონაქმნის სახით იქნება, ეს არის უკვე მოლაპარაკებების საკითხი, რაც უნდა აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა მოილაპარაკონ აი ამ უფლებამოსილების გამიჯვენსა და პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის დროს. ეს სიტყვები პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის თამაზ ნადარეიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდანაა. პოლიტიკურ წრეებში ახსოვთ მსგავსი შინაარსისა და თემატიკის გამოსვლები. ამ ფრაზას თამაზ ნადარეიშვილი არაერთი მნიშვნელოვანი ტრიბუნიდან ხშირად და დაჟინებით იმეორებდა. მისი პოლიტიკური როლიდან და ადგილიდან გამომდინარე მოუწია ორჯერ გამოსულიყო და ესარგებლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი ტრიბუნით. ეს არ არის ხელწამოსაგრავი მომენტი, მით უმეტეს პლუს კიდევ რომ მას მოუწია, ესე იგი ნატოს საპარლამენტო დაშორისო ასამბლეის სამიტზე გამოსვლა, 12 თუთიანი სიტყვით გამოსვლა, რაც მიუთითებს ესე იგი იმ მასშტაბზე, რომელი მასშტაბიც მას როგორც პოლიტიკოს გააჩნდა. გარდა ამისა, მისი პრინციპული დამოკიდებულება აი იმ ტერმინების მიმართაც უნდა აღინიშნოს. ჩვენი დევნილი ხელისუფლების მოხსენება როგორც ლეგიტიმური, ეს არის უშუალოდ ბატონი თამაზის, ასე ვთქვათ, ესე იგი დამსახურება. ოკუპაციის აი ამ ტერმინის გამოყენებას ყველა ცენტრალური ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი ბოლო პერიოდამდე ერიდებოდა. აი თამაზ ნადარეიშვილი ამას არასოდეს არ ერიდებოდა. იგი არსებითად ის რაც მოხდა აფხაზეთში, მას პირდაპირ უწოდებდა, ესე იგი ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიის, ასე ვთქვათ, ესე იგი ოკუპაციას. თამაზ ნადარეიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სახელი წარუშლელად რჩება ქვეყნის ისტორიაში. მან ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოიპოვა შეუპოვარი და უკომპრომისო პატრიოტის, გაბედული წინამძღოლის, სამშობლოსა და თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი, პრინციპული პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი. ნადარეიშვილმა შეძლო საერთაშორისო არენაზე გაეტანა სიმართლე აფხაზეთზე და გაძღოლოდა საინფორმაციო ომს. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, როცა მოვხვდით. ის ნამდვილად იყო ლიდერი, მას ჰქონდა ეს თვისებები, მას ნამდვილად უყვარდა თავისი ქვეყანა, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩვენი კუთხე. ის სულით ხორცამდე ქართველი იყო, პატრიოტი იყო და ძალიან ბევრი რაც მან თქვა იმ პერიოდში გამართლდა. მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენ მთლიანად მთელი გუნდი მისი მეთაურობით რაღაც ყველაფერში ესე იგი მართლები ვიყავით ან რაღაც არ ქონდა პატარა გაუგებრობები, შეცდომები, იყო ეს ყველაფერი. მაგრამ საერთო ჯამში მისი მეთაურობით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაეკეთებინა ქართულ წარმომადგენლობას პარლამენტში. მის გამორჩეულ ხასიათსა და ლიდერულ თვისებებს ანგარიშს უწევდნენ როგორც საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, ისე საზღვარგარეთ. სწორედ ამის დასტურიც იყო თამაზ ნადარეიშვილის სისტემატური მონაწილეობა გაეროს, ეუთოს, ნატოს მნიშვნელოვან ფორუმებზე, სადაც ის ახერხებდა დეტალური ინფორმაციის გაშხერებას აფხაზეთის ტრაგედიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. თამაზ ნადარეიშვილს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის აფხაზეთის წინაშე. აფხაზეთის საზოგადოების წინაშე, სრულიად საქართველოს წინაშე. პირველ რიგში არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა იმას, რომ თამაზი არის პიროვნება, რომელიც ხელს აწერს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. ანუ ის იყო იმ უზენაესი საბჭოს წევრი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა. ეს უკვე არის უდიდესი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. მას მოუწია აფხაზეთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნა ურთულეს პერიოდში, აი ომის პერიოდში, ომის შემდგომ პერიოდში. მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა ხელმძღვანელმა, ორგანიზატორმა, პრინციპულმა ადამიანმა. თამაზ ნადარეიშვილს არასოდეს დაუკარგავს აფხაზეთსა და მშობლიურ გაგრაში ღირსეულად დაბრუნების იმედი. ის თავის თავს როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა პირდაპირ შთამომავლად თვლიდა, რადგან მისი გამზრდელი ბებია აფხაზი, მერი შერვაშიძე გახლდათ. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო მაგი. აინტერესებდა ყველაფერი. ყველაფერი აინტერესებდა. ნუ ყველაზე მეტი ისე იგი სამხედრო საქმე, სამხედრო რაღაცები, სამხედრო თამაში,
აი ეს აინტერესებდა ძალიან. ხო და მე როგორც ჩემი ბაბუა, ასე უნდა ვიყო სამხედრო კაცი. ხო და ნამდვილად გამოვიდა. სკოლა რო დაამთავრა, ესე იგი აკადემიაში შევიდა აქ და აქ სწავლობდა. პატრიოტი იყო, ყველაზე მეტად უყვარდა გაგრა. გაგრაზე გიждდებოდა. ძალიან ისეთი მონდომებული იყო, სწავლობდა, კარგად მუშაობდა. თქვენ კარგად იცით როგორ მუშაობდა, ერთი გულით და სულით. ხალხის მოყვარე და ხალხს ეხმარებოდა. იყო პატრიოტი თავისი სამშობლოსი და ამით ისე იგი ვამაყობდი. რა თქმა უნდა ვამაყობდი ამით. მამა ჩემის მთელი ცხოვრების კრედო თავიდან ბოლომდე დილიდან ღამამდე 24/7-ზე მოცნებოდა მხოლოდ აფხაზეთზე და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაღაცა ნაბიჯი გადაგვედგა წინ, რომ დაბრუნულიყავით აფხაზეთში და იმეც ვიტოვებ, რომ ეს მისი ოცნება, რომელიც სამწუხაროდ მის სიცოცხლეში ვერ შესრულდა, მისი შვილები და შვილიშვილები მოესწრებიან აუცილებლად აფხაზეთში დაბრუნებას. ბავშვობაში სამხედრო სამსახურსა და გენერლობაზე მეოცნებე თამას ნადარეიშვილს აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არჩეული იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. იყო აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული 4 წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი. ჩემთვის პირველად საამაყო კაცია დღესაც. მთელი თავისი ცხოვრება შეწირა საქართველოს. იყო პატრიოტი კაცი. ბავშვობიდან ნატრაში ქონდა გენერალი გამხდარი იყო, გახდა, მაგრამ გაუძღვა წინ ხალხს. იყო თავდასხმა, იყო სროლა, მანქანას ესროლეს მოდიოდა, იყო კაბინეტში შევარდნა. ეს იყო პროვოკაცია, იმიტომ რომ თამაზ ნადარეიშვილი იყო საღალმოაზროვნე კაცი, რომელსაც არ უნდოდა ომი, რომელსაც უყვარდა აფხაზები, ქართველები, მშვიდობა. ადრე გარდაიცვალა და მის მერე, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ გაიგო, სად იყო ის და სად არის ახლა სხვა. სოფლიოს დაანახა რა არის აფხაზეთი რა არის, აფხაზეთის მთავრობა. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაცია. თამას ნადარეიშვილი წლების განმავლობაში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. მოწერილი აქვს ხელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს მესამე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი. მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანთან მეგობრობდი, თანაც მეგობრობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ასეთებად დავშორდით ერთმანეთს, თუმცა ის დღესაც ჩემი მეგობარი რჩება, ადამიანი, რომელსაც უდიდეს პატივს ვსცემ და ძალიან მინდა რომ მისმა იდეებმა გაიმარჯვონ და გაგრაში როცა ჩავალთ, მას ისეთი სანუკვარი ოცნება ჰქონდა, რომ ნავების გაქერავების პატარა, ასე ვთქვათ, ჯგუფს გახსნიდა და ამას უხელმძღვანელობდა გაგრაში. მეტი პრეტენზიები სხვა არ ჰქონდა და ის ვერ უხელმძღვანელებს, მაგრამ აი ასეთი ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც ნავებს გააქირავებს, სხვაზე საზეირნოს და მას თამაზ ნადარეიშვილის სახელი დაერქმევა. ეს მისი ნატრა იყო ძალიან დიდი. ასე ქონდა წარმოდგენილი მისი ცხოვრების გაგრძელება გაგრაში. ძალიან მიყვარდა ნავზე კატაური. და ვფიქრობდი, როცა გავიზრდები, ვიქნები ნავების განქერავებელი. ახლა ჩემი ოცნება არის დავბრუნდე გაგრაში და ვიყო ნავების განქერავებელი. 19 ივლისი თამას ნადარეიშვილის დაბადების დღეა. წელს მას 70 წელი შეუსრულდებოდა.
ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს თამაზ ნადარეიშვილს 19 ივლისს 70 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სხვადასხვა ღონისძიება მიუძღვნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს საფლავი. თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კი პანაშვიდი გადაიხადეს. მოგვიანებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც გაიხსენეს თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობა, მისი დამსახურება და წვლილი აფხაზეთისა და აფხაზეთის პრობლემის აქტუალიზაციის საქმეში. ღონისძიების ფარგლებში თამაზ ნადარეიშვილის დედა ქალბატონი ალექსანდრა შენგელაია და მეუღლე ლელა ყურაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლი და აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციებისათვის თამაზ ნადარეიშვილის ცხოვრებისეული მრწამსის ფორმირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. პატივი მივაგეთ მის სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრებთან ერთად. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანი თავისი აზრით, თავისი მოწოდებით, თავისი დამოკიდებულებით, პოლიტიკური კონცეფციით აფხაზეთისადმი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი დღემდე აქტუალურია. ქონდა ბედნიერება ბატონ თამასთან ახლო ურთიერთობისა. მან არ დაზოგა თავისი თავი სამშობლოს სიყვარულის გამო. იგი არ გაუფრთხილდა თავის ჯანმრთელობას და ბოლომდე იბრძოდა საქართველოს თლიანობისათვის. ასეთი ჯილდო მე არ მოვედოდი ნამდვილად. ვნახე მისი ამხანაგები, მისი თანამშრომლები, ვისთან მუშაობდა ყველაფერი და თამაზი რო არ იყო მათ შორის, რა თქმა უნდა ძნელია. სამაყოა რომ ასე ცემენ პატივს, ასე აფასებენ. ძალიან დიდი მადლობა რომ 20 წლის მერეც ახსოვთ თამაზი. უყვართ. აი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამსახურში, საზოგადოებაში, სამეზობლოში, სამეგობროში, თამასისადმი სიყვარულს, პატივისცემას. ეს არის საოცრება. ამდენი წლის მერეც რომ ადამიანი უყვარდეთ. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული აპარტამენტების თემა სიმწოვესა და აქტუალობას არ კარგავს. გასულ კვირას დე-ფაქტო პარლამენტში ეგრეთ წოდებული აპარტამენტების საკითხის განხილვა საპროტესტო აქციებისა და სროლების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციურ პარტიათა ზოგიერთი წარმომადგენელი აფხაზეთის მოსახლეობას ყველა უკიდურესი ზომის გამოყენებისკენ მოუწოდებდა, რათა ხელი შეეშალათ ეგრეთ წოდებული აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელიც მათივე განმარტებით აფხაზებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და საბოლოოდ აფხაზეთის გასხვისებას ნიშნავს. დე-ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები კი ეგრეთ წოდებულ ვიცე-სპიკერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ლაშა აშუბამ მოგვიანებით კანონის მოწინააღმდეგებს განუმარტა, რომ უახლოეს დღეებში არ იგეგმება ეგრეთ წოდებული აპარტამენტების საკითხის განხილვა. რეგლამენტის შესაბამისად 5 დღით ადრე შესაბამისი განცხადება გაკეთებული იქნება. ამ ფონზე კი სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში გაემგზავრა. უცნობია ვიზიტის დეტალები, თუმცა ფაქტია, რომ ვიზიტი ხორციელდება იმ პერიოდში, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური თვალსაზრისით დაძაბული სიტუაციაა. ეგრეთ წოდებული აპარტამენტების თემას ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან. ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათივე განმარტებით, კანონის მიღების შემთხვევაში რადიკალურად შეიცვლება დემოგრაფიული ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში. თუმცა ექსპერტების თქმით, აფხაზების საფრთხეს არა ქართველებისგან, უფრო რუსებისგან უნდა ელოდონ. ის ადამიანები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეისთვის აპროტესტებენ ინვესტიციების გამხორციელებელთა უფლებამოვალეობებს, ვერ ხვდებიან და გონიათ, რომ ეკონომიკური პრობლემები დაუგროვდათ და ეს აბსოლუტურად ასე არ არის. მათ დაუგროვდათ პოლიტიკური პრობლემები და პოლიტიკური პრობლემებს განზესწევენ და თითქოს მათი როგორც ბიზნესმენების ინტერესების დაცვაზე იმაღლებენ ხმას უპირისპირდებიან იმ ადამიანებს. ეს გაგრძელდება, ეს სრულებითაც არ მიგვის. რუსეთის ფედერაცია ცდილობს აი ასეთი შეთავაზებებით
დააკაბალოს ის ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ რომ რაღაც ბიზნესი კონდეთ აფხაზეთში, გაუმაგროთ მათ ზურგი სხვა ქვეყნის ასე ვთქვათ მოქალაქეების მხრიდან, პირველ რიგში ეს არის რუსეთი 99% და შექმნან ისეთი პირობები, როდესაც თავზემოთ ძალა არ არის. მათ ეშინიათ რომ კანონით ისარგებლებენ ძალიან საინტერესოა რუსეთში მცხოვრები ქართველები, ანუ ქართველები რომელთაც აქვთ რუსული მოქალაქეობა და მათ აფხაზები ხელს ვერ შეუშლიან რომ ამ კანონით ისარგებლონ და შეიძინონ აფხაზეთში უძრავი ქონება და ამ ფორმით ისინი ამბობენ რომ ქართველები დაბრუნებიან აფხაზეთში. ამან მიიღო აბსოლუტური შეიძლება ითქვას ისტერიკის სახე სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, შიში ცხოვრობს აფხაზური საზოგადოება, მითიური მტრები გარჩემო, მათ შორის პირველ რიგში რა თქმა უნდა ქართველები, რამდენიხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, რამდენიხანს იცხოვრებენ ამ შიში, ძალიან რთული სათქმელია. რა თქმა უნდა, მუდმივად ეს ვერ გასტანს ვერანაირად. რუსები თუ მოინდომებენ ჩვენი ერთ დღეს რომ ელემენტარულად ხელები გადაუღრიხონ აფხაზებს, რა თქმა უნდა, აფხაზები მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, იმიტომ რომ მათი არიან დამოკიდებული თითქმის ყველაფერში. ჯერჯერობით როგორც ჩანს რუსები ამის გაკეთებას არ ჩქარობენ და აფხაზებიც ახლა ამით ისარგებლობენ რომ რუსეთს ახლა არ ეჩქარება დაკავებულები არიან რა თქმა უნდა უკრაინაში ომით და ამ კანონის წინააღმდეგ იბრძვიან ოღონდ რა ფორმით რომ აი ქართველები ისარგებლებენ ამით შეიძლება ქართველების ეშინიათ მაგრამ უფრო მეტად რა თქმა უნდა მაინც რუსების ჩამოსახლების ეშინიათ ქართველები მაინც უფრო ალბათ შირმა აპარტოტელების საკითხთან დაკავშირებით გაუმჭვირვალე სიტუაცია ძალიან ბევრ გაუგებრობას და შიშებს წარმოშობს ბუნებრივია, როდესაც ათობით 1000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონება შენდება, მას მყიდველი სჭირდება და აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არსებობს რესურსი იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიძინოს. ან ეს ყველაფერი გარედან უნდა მოვიდეს. ბუნებრივია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც თვლის, რომ დღეს არსებული ომის შემდეგ შექმნილი ვითარება არის ერთადერთი სასურველი და სამართლიანი ეწინააღმდეგება შესაძლებლობას რომ უცხოეთიდან ამდენი ადამიანი ჩამოვიდეს, რაც მათ ბუნებრივია საკუთარ ადგილს გავლენას და შესაძლებლობებს დააკარგინებს. ამიტომ ამას ეწინააღმდეგებიან. მეორე ფაქტორია ის გაურკვევლობა, რომელიც ამას ყველაფერს თან სდევს და წარმოიშობა ინფორმაციის არარსებობით, ნაკლებობით, გაუმჭვირვალობით და ასე შემდეგ. ბევრი სხვა თემაც არის რასაკვირველი, მაგრამ ეს ორი მთავარია, რომელიც აი ამ შიშებს წარმოშობს და ვინ არის მშენებელი რა ინტერესებია ყველაფერ ამის უკან მეც მგონია რომ ამან შეიძლება რადიკალურად შეცვალოს დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთის ტერიტორიაზე მაგრამ ჩვენი კანონმდებლობიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე ის რაც დღეს ხდება მას არ ვაღიარებთ კანონიერად ეს უბრალოდ ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორი გახდება მოლაპარაკებებისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში სულ უფრო და უფრო მწვავდება ურთიერთობები ეთნიკურ აფხაზებსა და სომხებს შორის. ოპოზიციური პარტიები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ. მათ შორის ეთნიკურ სომხებს შეეზღუდოთ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა. ასევე ვერ შეძლონ მაღალი თანამდებობების დაკავება. როგორც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, სომხეთის ახალი საგარეო კურსი და დასავლური პოლიტიკის მხარდაჭერა სულ უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებას. ამ ფონზე წელს პირველად სომხეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებას ეხება. ქართველი ექსპერტების აზრით, აფხაზები დიდი ალბათობით ომის შემდგომ მიღწეული სტატუს კვოს შენარჩუნებისთვის იღწვიან და მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის გაძლიერება აფრთხობთ. მათივე თქმით, აქედან გამომდინარე, დაძაბულობასა და დაპირისპირების გაზრდას შემდგომშიც უნდა ველოდოთ. სამწუხარო რეალობა არის ის ფაქტი, რომ ომის შემდეგ, როცა მოხდა ეთნიკური წმენდა, ამ შეიქმნა ეს სტატუს quo, სადაც აფხაზები მართავენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს აფხაზები ახლა ცდილობენ, რომ ჩაებრაუჭონ ამ რეალობას სტატუს quo-ს და აშინებთ ნებისმიერი გაძლიერება გინდაც იგივე სომხების, გინდაც გალელი ქართველების და იღებენ ნაბიჯებს და ზომებს, რომელიც მიმართულია პირდაპირ თქვათ, არ უბრალოდ მიმართულია ქართველების თუ სომხების წინააღმდეგ, არამედ მიმართულია იქითკენ, რომ შეინარჩუნონ აი ეს სტატუს quo, რომ მართავდეს ტერიტორიაზე თითქმის ყველაფერს, იმიტომ რომ ეხლა თქმა უნდა რუსებს უზარმაზარი გავლენა აქვს, მაგრამ დანარჩენი რაც რჩება, ამას მხოლოდ აფხაზები მართავდნენ და ნებისმიერი რაღაცა გავლენის გაძლიერება, ან თუნდაც მოსახლეობაში წიდი ზრდა სომხების, მათ აღიზიანებთ. ახლა სომხება გადაარქვეს რაღაც სოფელს სახელი, დაარქვეს შაუმიანკა, ამან გამოიწვია პროტესტი საშინელი აფხაზების მხრიდან. მიდის სომხების მხრიდან ძალიან ხშირად ესე თქვა გახსენება და აკვეტრება იმისი, რომ აი ბაგრამიანის ბატალიონმა იომა
თავის დროზე ქართველების წინააღმდეგ წვლილი შეიტანა ქართველების დამარცხებაში, ამას აფხაზები პასუხობენ, რომ თვითონ დაამარცხეს ქართველები სხვების დახმარების გარეშე, მათ შორის რუსების მხრიდან დახმარების გარეშე და რაც უფრო დრო გავა ალბათ, რაც უფრო ესე ვთქვათ აფხაზები იგრძნობენ საკუთარ თავს უმცირესობაში, იგრძნობენ რომ მათი გავლენა სუსტდება, ალბათ ეს დაძაბულობა და პირისპირება იგივე აფხაზების სომხებთან ალბათ გაიზრდება და ეს არის იმ სამწუხარო რეალობის შედეგი, რაც დადგა ომის შემდეგ. სომხური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა რაოდენობა მზარდია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ისინი სერიოზულ ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენენ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემქმნელები არიან მატერიალური კეთილდღეობის აფხაზეთის ტერიტორიაზე და ბუნებრივია ადამიანებს ასეთი ეკონომიკური გავლენისა და შესაძლებლობების მქონეთ პოლიტიკური ინტერესები უჩნდებათ და ეს პოლიტიკური ინტერესები ზოგიერთების მხრიდან საფრთხედ არის აღქმული და აქედან გამომდინარეობს გარკვეული შიშები და დაპირისპირებები. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ერთის მხრივ ცდილობენ რომ ნებისმიერი ეს დაპირისპირება საკუთარ ინტერესებში გამოიყენონ და მეორეს მხრივ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია 21 საუკუნეში, როდესაც ფიქრობენ, რომ დევნილები საერთოდ არ წარმოადგენენ შიდა პოლიტიკის ფაქტორს და არ ითვალისწინებენ მათ არსებობას და ცდილობენ განავითარონ სიტუაცია ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. და არ ითვალისწინებენ იმას, რომ აფხაზეთის გარეთ არის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც ელოდება საკუთარ სახლებში დაბრუნებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიცის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარებმა სისხლის მიმოქცევის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭირო მომსახურებები, როგორიცაა კარდიოლოგის კონსულტაცია, საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში, ელექტროკარდიოგრაფია და ეკოკარდიოსკოპია მიიღეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სამინისტრო ჩაფიცის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრთან ერთად გავსი ღონისძიებების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ჩაფიცის სკოლის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან მემორანდუმის ფარგლებში დღეს ატარებს მესამე ღონისძიებას. სულ გაისინჯა 50-მდე ბენეფიციარი. ასეთი ღონისძიება მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც გამოხმაურება საკმაოდ დიდია და ეს ღონისძიებები წარმატებით მიმდინარეობს. კარდიოლოგიურ გამოკვლევებს ვაპირებდი, მაგრამ არ მქონდა საშუალება და ვფიქრობდი, როგორ მოვსულიყავი. გავიგე შვილიშვილისგან, რომ ასეთი აქცია არის აფხაზეთიდან დევნილებისათვის. გვინდა რომ გაგრძელდეს ეს აქცია და ნამდვილად კარგია. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ჟურნალ რიცის სპეციალური ქართულ-ინგლისურ ენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსობრივი თუ ვიზუალური თვალსაზრისით და მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოცემული სხვა ნომრებისაგან, როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად. მასში განთავსებულ მასალათა უმეტესობა კი ექსკლუზიურია. აღნიშნული გამოცემა ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებს, დღევანდელი მკითხველის მოთხოვნას, გემოვნებას, ჟურნალისტიკასა და ლიტერატურაში მიმდინარე რიცა 59 წლიანი ისტორიის მქონე გამოცემაა. მასში შენარჩუნებულია ძველი ტრადიციების სულისკვეთება და ვიზუალური ელემენტებიც კი, რის გამოც თანაბრად მისაღები და საინტერესო იქნება როგორც უფროსი თაობის, ისე ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდა მკითხველისთვის. განახლებული რიცა მეტად საინტერესო რუბრიკების ქვეშ დღესაც აერთიანებს ქართულ და აფხაზ პოეტებს. 59 წელია უკვე ჟურნალი გამოდის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ჟურნალმა თავისი ადგილი ყოველთვის კონდეს ჩვენ საზოგადოებაში. ის მასალა, რომელიც არის დაბეჭდილი ჩვენ ჟურნალში, ნამდვილად არის განსაკუთრებული და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჟურნალი გამოდის ორ ენაზე, როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად. მინდა უსურვა წარმატებები და განვთქვა ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და დახმარება. ისეთი რიცა გამოვეცით, რომელიც საკმაოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არის ვიზუალურად შეცვლილი თავიდან ბოლომდე, თუმცა არის ძველი რიწების ინსპირაციით შექმნილი.
არის მთლიანად ფერადი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოვეცით ორენოვანი, ქართულ-ინგლისურენოვანი ჟურნალი, რათა უფრო მარტივი ყოფილიყო აფხაზი მკითხველისთვის, უფრო მარტივი ყოფილიყო დიასპორაში მყოფი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. აქცენტი გავაკეთეთ გემოვნებიან ლიტერატურაზე, გემოვნებიან ავტორებზე. ხელმისაწვდომი იქნება უცხოელი მკითხველისთვისაც ეს ჟურნალი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც შეაფასებს მეტნაკლებად ქართულ ლიტერატურულ პროცესებს. ფიქრობ, რომ აფხაზეთისთვისაც და აფხაზი მოსახლეობისაც გახდება ხელმისაწვდომი და იქაც წაიკითხავენ.